ეკონომიკსი. გამარჯობათ, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიკსი. მე მისი ავტორი და წამყვანი ირმა ებრალიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა კონკურენციის პოლიტიკა და სტუმარი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. ირაკლი, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ გადაცემაში სტუმრად. დავიწყოთ ბოლო ახალი ამბავით, რომელიც კიდევ ერთი აღიარებაა კონკურენციის პოლიტიკის, კერძოდ ISPN-ისა და მსოფლიო ბანკმა 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო გადმოგცათ. რას ნიშნავს ეს უწყებისთვის ზოგადად და რით დაიმსახურეთ ეს აღიარება? ირმა, მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მსმენელს მივესალმები. მადლობა მოწვევისათვის. ჩვენს მაყურებელს რო აუხსნათ და მსმენელს, ISPN-ი ეს არის ახლობთ 90-ზე მეტი ქვეყნის გაერთიანება, რომლებთაც გააჩნიათ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა და მისი შესაბამისი აღსრულება. ამ ორგანიზაციის პარტნიორები არიან ასევე ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის GAERO, ევროკომისია, OECD და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე მსოფლიო ბანკი. მსოფლიოს მასშტაბით ეს არის მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების გაერთიანება, რომლებიცაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა გააჩნიათ. ჩვენ ვართ 2023 წლიდან ამ ორგანიზაციის წევრი, უკვე სრული წევრები ვართ. გარკვეულ პერიოდის მერე. მომავალ წელს თავმჯდომარე ქვეყანაც ხდებით? კი, და ასევე ყოველ წელს ამ ორგანიზაციას ყავს პრეზიდენტი ქვეყანა იმ უწყების სახით, ვინც აღასრულებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობას. წინა პერიოდში იყო ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, ახლა არის დომინიკის რესპუბლიკა და შემდგომ 2026-27 წლებში იქნება საქართველო. ამ გაერთიანების ფარგლებში იმართება ყოველწლიური შეკრება, სადაც ხდება გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა ტენდენციებზე აქტიური მსჯელობა და საუბარი თუ რა უნდა მოხდეს მომავალ წლებში, იმისთვის რომ უფლებების დაცვა იყოს უფრო აქტიური, განსაკუთრებით აი ახალი ციფრული ბაზრების განვითარების ფონზე და ამასთანავე მსოფლიო ბანკი აკეთებს კონკურსს ამ ქვეყნებს შორის საუკეთესო პროექტების განხორციელების კუთხით, რომლებმაც გავლენა მოახდინა მომხმარებელთა უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩვენთვის უკვე ეს მეორე ჯილდოა, იმიტომ რომ გასულ წელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ავიღეთ ჯილდოს, სადაც ჩვენი ერთ-ერთმა кейსმა გაიმარჯვა, რომელმაც შეცვალა ქცევა ფარმაციის სფეროში თუ არა, ეს იყო ცნობილი кейსი ტრანსპორტირების სფეროში, რომლის შედეგადაც მომაჭრის ქცევა შეიცვალა და ასევე მომხმარებლებს დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები. ამჯერად ჩვენი პროექტი, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად გვაქვს და ცნობიერების ამაღლების კამპანიას გულისხმობს და ის სტრატეგია, რომელიც ასევე საქართველოს მთავრობა მოიწონა და გულისხმობს, რომ დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად ჩვენ ბევრი შეხვედრები და კამპანიები ვაწარმოოთ, მათ შორის განათლების სამინისტროს ერთად სკოლებში გვაქვს აღნიშნული პროექტი უფროს კლასელებში და ამ პროექტის შედეგად გაზრდილია მომართვიანობა და გაზრდილია გადაწყვეტილებები, რომლებიც მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება. ანუ ჯამურად ეს პროცესი შეაფასა მსოფლიო ბანკმა და ამ ქვეყნებს შორის ჩვენი ეს პროექტი დაასახელა საუკეთესოდ და შესაბამისად გადმოგვეცა ეს პრეზიდენტ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საერთაშორისო აღიარება მსოფლიო ბანკის შეფასებაა და ჩვენ ვაგრძელებთ ესე რომ ვთქვათ აქტიურ. ანუ ის სტრატეგია, რა სტრატეგიაც აქვს ახლა სააგენტოს, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი წარმატებულია? ეს სტრატეგია არის პირველი ეროვნული სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელიც 6 უწყების აერთიანებს, მათ შორის ჩვენსას და სხვა დანარჩენი, რომლებიც საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვას ახორციელებენ, ეს არის SAMEC, კომუნიკაციების კომისია, დაზღვევისა და მხედველობა, სურსათის უნებლობის სამსახური, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი და ესე შემდეგ. ეს არის ჩვენი ერთობლივი სამწლიანი სტრატეგია, რომელიც მოწონებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ასე რომ ეს პროცესია ჯამში მსოფლიო ბანკის მიერ შეფასებული როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი მომხმარებლის განათლების და ცნობიერების ამაღლების კუთხით. ანუ შეიძლება უკვე თამამად ითქვას, ალბათ არ ვიცი, ჩემი აზრია, რომ კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მანდატი გახდა მომხმარებელთა უფლებების დაცვა, იმიტომ რომ ამას გარდა თქვენ სხვა რაღაცებსაც აკეთებთ, ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ სტატისტიკა რო გითხრათ, აი ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორ შეიცვალა თავად მომხმარებლის ქცევაც და დამოკიდებულებაც და სანდოობის ხარისხი როგორია, ანუ რამდენმა მომხმარებელმა მოგმართ როგორ გადაწყდა და ძირითადად რა кейსები არის დღეს სააგენტოს პორტფელში? 55% არის გაზრდილი მომართვიანობა თუ შევადარებთ იანვარ-სექტემბერს, გასული წლის იანვარ-სექტემბერთან.
ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ, უფრო მეტი ადამიანი მოგმართავს და ჩვენთან შემოსული საკითხების 90% წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ. წელიწადში დაახლოებით მილიონამდეა ის თანხა, რასაც მომხმარებელი პირდაპირ გზით იბრუნებს ჩვენთან მომართვის შემდეგ. ეს გულისხმობს, რომ მაგალითად არ სურს ნივთის უკან დაბრუნება, მაგალითად ნივთის გამოცვლა თუ ესე შემდეგ და ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია რაც არის და რასაც ვითვლით, დაახლოებით ამოცულობის თანხის ესე ვთქვათ სარგებლის მიღება ხდება მომხმარებლისთვის ჩვენი ჩართულობის შედეგად. თუ ნახავთ ამ თვითონ საკითხების სექტორულ ნაწილს, ძირითადად არის ონლაინ ვაჭრობა, არის 70% ამ კუთხით, ძირითადად არის საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი და ტრანსპორტირების სექტორი, სექტორი წილში თუ შევხედავთ, ანუ ძირითადად მაინც ყიდულობენ ტანსაცმელ ტექნიკას და ესე შემდეგ. აქ ქართულ კომპანიებზე საუბარია. აქ არის საქართველოს რეგისტრირებულ კომპანიებზე და ასევე თუნდაც უცხოეთიდან გამოწერილი ნივთები, რომლის ტრანსპორტირებასაც ახდენს ადგილობრივი კომპანია. ანუ გადამზიდავი უშუალოდ და არა ის კომპანია, რომ საიდანაც ხდება გამოწერა. არა, საიდან ხდება გამოწერა, ის არის ბაზირებული კონკრეტულ ქვეყანაში და იმას ცალკე რეგულაცია იმ ქვეყნის რეგულაცია და საერთაშორისო გლობალური წესები არეგულირებს და ეს ბევრად უფრო ის არის აკაური მოვაჭრეებისგან განსხვავებით, იქ ბევრად უფრო დიდი გამოცდილება ამ კუთხით. ძირითადად აი ბოლო წელებს თუ შევხედავთ, გაზრდილია დარღვევების მაჩვენებელი, ძირითადად თუ ადრე პირობითი შეთანხმების ვალდებულებები ჭარბობდა, ეს ნიშნავს, რომ თან ხდება მომხმარებელი მოვაჭრე და ჩვენ რომ დაბრუნდება თანხა, აღდგება მომხმარებლის უფლება და გასწორდება საავჭრო პოლიტიკა, წელს გაზრდილია წილი დარღვევების, ეს ნიშნავს ძირითადად იმას, რომ დარღვევები არიან ძირითადად მცირე კომპანიები შედარებით და საშუალო კომპანიები, რომლებიც ძირითადად არიან სოციალურ ქსელებში წარმოდგენილები, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ, რომ ალბათ შეიძლება მათ ნაკლები კულტურა აქვს, შეიძლება მომხმარებელთან ურთიერთობის ან ახალ რეგისტრირებული კომპანიები არიან. რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, აქ ჩვენ პრაქტიკულად პრობლემა თითქმის არ აგვაქვს, იმიტომ რომ თუ ხდება რაიმე პრობლემური кейსი, თანამშრომლობის ფორმატი არის ძალიან ისეთ კოორდინაციით, მაღალი ხარისხით, რაც ნიშნავს, რომ ძირითადად მაინც მომხმარებლის სასარგებლოდ ხდება საკითხის გადაწყვეტა და ეს სწორია, იმიტომ რომ კმაყოფილი მომხმარებელი ნებისმიერ კომპანიის და განსაკუთრებით მსხვილი კომპანიების მარკეტინგულ სტრატეგიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. და თქვენ სოციალური ქსელი ახსენეთ, ანუ ძირითადად სოციალურ ქსელებში თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ მაგალითად თაღლითობის შემთხვევები და გადაგიციეთ საქმე პროკურატურისთვის, თუ ეს თქვენი მანდატი არის ესეთი შემთხვევები, ასეთ დროს უკვე როცა მაგალითად ხდება თანხის ჩარეცხვა მომხმარებლის მხრიდან კერძო ანგარიშზე, ანუ მაგალითად Instagram-ში, Facebook-ში არის ეგეთი ვებგვერდები, რომლებიც თანხსაცმელს თუ სხვადასხვა ნივთებს თავაზობენ, მე უცებ ეს ვებგვერდი კრება. მომხმარებელს თანხა აქ გადარიცხული, კომპანია არ არის იდენტიფიცირებული და ასეთ დროს, როდესაც ასეთი ნიშნის შემცველი საქმეებია, ბუნებრივია შესაბამის უწყებებს, იგივე შესაძლოა თუ სხვადასხვა უწყებებს ჩვენ გადავცემთ ამ кейსებს და უკვე რეაგირება ამ მიმართულებით გრძელდება. ანუ ეს შედის თქვენს კომპეტენციაში, რომ თაღლითობის შემთხვევაში საქმეში დანაშაულს ნიშნავს, ბუნებრივია ჩვენ ვალდებულებაც გვაქვს, რომ გადავცეთ შესაბამის უწყებებს მსგავს ტიპის. ეს არ არის, ვთქვათ, ეხა ძალიან მაღალი პროცენტი, თუმცა ესეთ кейსებიც არის. თქვენ ახსენეთ მილიონამდე ლარი, რომელიც მომხმარებელს დაუბრუნდა. ასეთი კითხვა მაქვს, თქვენ უნდა იყოთ მარეგულირებელი ხართ და უნდა იყოთ ბიზნესის მოკავშირეც თავისთავად, ხო? ეს თქვენი ერთ-ერთი მანდატია და როგორ ახერხებთ, აი ცხადია რომ ამ 9 მილიონამდე ლარი დაზარალდა ბიზნესი. არა, ვერ ვთქვით, რომ რატო დაზარალდა ბიზნესი, ეს იყო ის სადაო თანხა, რომელიც სამართლიანად ეკუთვნოდა მომხმარებელს რეალურად და არა ისე რომ ეხა ვიღაცამ არ ეკუთვნოდა და ისე მიიღო. ზოგადად კანონმდებლობა არის ძალიან დაბალანსებული და პროცესი საქმის განხილვის, მის დაწყებიდან დასრულებამდე გულისხმობს ძალიან მაღალი დონის ჩართულობას, როგორც მომხმარებლის მხრიდან და ასევე ბიზნესის მხრიდან. ბიზნესს აქვს საშუალება წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები, პოზიციები და ნებისმიერი ის განმარტება, რომელიც მის უფლებას იცავს. მაშინ უფრო ცუდად ყოფილა საქმე, თუ ამ ხელა თანხაზეა საუბარი, რომ ბიზნესი ამდენ თანხას არა სწორად არ იცხავს დაუშვათ მომხმარებელს და არ უბრუნებს უკან. მოდი სწორად შევაფასოთ. ხო, ანუ აქ არის საუბარი, რომ ნივთების დაბრუნება, ხო? ყოველდღიურ ტრანზაქციებს და წლიურ მოცულობას ავიღებთ, 1 მილიონი ლარი ეს საერთოდ არ არის, თუმცა აქ საუბარია მცირე კომპანიებზე, როცა საუბრობთ იმ შემთხვევაში გეუბნებით. სადაც ვებგვერდიდან გამოწერეთ, გადაიხადეთ 130 ლარი ან 150 ლარი, არ აქვს მნიშვნელობა.
მიიღეთ ეგნივთი, აღმოჩნდა ფერი არ არის, აღწერა ის არ არის, რაც გინდოდა და გინდათ ამის უკან დაბრუნება. გულისხმობთ ამ თანხის უკან თქვენი კუთვნილი თანხის დაბრუნებას გულისხმობთ უკან. ამიტომ ხო, რა თქმა უნდა, არა ნებისმიერ კეთილსინდისიერი ბიზნესი, არა სხვანაირად ნებისმიერ კეთილსინდისიერი ბიზნესი არ ზარალდება ასეთ დროს. არა, როცა საერთო ჯამში ვიძახი, როცა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე გვაქვს დავუშვათ, ერთ-ერთი პრიორიტეტია გაცხადებული, რომ უნდა განვითარდეს საშუალო და მცირე ბიზნესი და ამხელა დარღვევები. პერიოდი 9 თვე თქვით, ხო? თუ არ ვცდებ 9 თვის განმავლობაში, რომ მილიონ ლარზე მეტის ამოღება ხდება, ამოღება კი არა და მომხმარებლის დაბრუნება. ანუ ეს რაზე მიუთითებს, რომ ბიზნესის კუთხით არსებულ პრობლემებზე? ეს მიუთითებს, რომ მათ არ აქვს გამართული სავაჭრო პოლიტიკა და მომხმარებელთან კომუნიკაციის სათანადო ფორმები, რაც იწვევს გაუგებრობას. ეს ზირთადად არის მცირე და ზირთადად ონლაინ სფეროში რეგისტრირებული კომპანიების პრობლემა და ნაკლებად და თითქმის სხვადასხვა კომპანიებს ეს პრობლემა არ აქვთ. მაგრამ რადგანაც არის ესეთი საკითხები, ესე იგი, მაგიტომაც არსებობს კანონმდებლობა, მაგიტომაც არსებობს შესაბამისი აღსრულება, რომ მომხმარებელი თუ თulis თავს დაზარალებულად და სამართლიანია მისი ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მისი უფლება უნდა აღდგეს და ასევე პრევენცია გაუკეთდეს სამომავლო დაზღვევასაც. ანუ ჩვენ გარდა იმისა, რომ მაგალითად მომხმარებლის უფლება შეიძლება აღდგეს ჩვენი ჩართულობის შედეგად, სამომავლოდაც ვეხმარებით ამ ესეთი ტიპის კომპანიებს, რომ ისეთი ინფორმაციის განთავსება, ან ისეთი კომუნიკაციის ფორმები ააწყონ მომხმარებელთან, რაც უზრუნველყოს პრევენციას ესეთ საკითხებში. და რამდენად არის განმეორებადი დაუშვათ ერთი კომპანიის შემთხვევები? არის რამდენიმე კომპანია, რომლის შემთხვევაშიც განმეორებები ხდება. ერთი კომპანიის შემთხვევა ახლა შემიძლია მომხმარებელს უთხრა, რომ თავი არიდოს ამ კომპანიასთან ურთიერთობას, ეს კომპანია დილსი, რომელიც აი ბევრჯერ დავაჯარიმეთ და ბევრჯერ გადავეცით სხვადასხვა უწყებებსაც, იმიტომ რომ თუმცა მაინც იწერენ. მე მიკვირს რა როგორ ენდობა მომხმარებელი ამ კომპანიას. მაინც აი სოციალურ თუმცა არის ხარ იგი სხვადასხვა კომპანიები შეიძლება მეორდებოდეს, თუმცა სხვადასხვა საკითხებზე და არა ერთი და იგივე საკითხზე. დააჯარიმეთ რამდენჯერმე, მაგრამ მოხდა თანხების ამოღება ამ კომპანიიდან დაუბრუნეთ მომხმარებლებს? ეს პრობლემური საკითხია, ამიტომაც ვახსენე ეს კომპანია რომ მომხმარებელმა თავი არ დანიშნულის ნიშნები არ არის ამ კომპანიის შემთხვევაში და გადაეცაგებათ შესაბამის უწყებაში. კარგით, ონლაინ ვაჭრობა არ არის ეს ერთადერთი, სადაც თქვენ მაგალითად მომხმარებელთა უფლებებს იცავთ. მაგალითად, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მომსახურება, იგივე დავუშვათ, ტაქსი იქნება, ეს იქნება მიტანის სერვისი და ასე შემდეგ, არა ქართულენოვანი ადამიანები არიან დასაქმებულები, თუ არ ვცდები კანონის გამკაცრებაც იგეგმება პარლამენტი უნდა მუშაობდეს ამ საკითხზე. აქ არის თქვენი კომპეტენცია, აქ როგორ ხდება? ხდება მომართვა, რომ მაგალითად ვიღაცას არ უნდა მენიუ საქართველოში კონდეს ინგლისურ ან რუსულ ენაზე ან პირიქით, რა ვიცი. კანონმდებლობა ფარავს ამ ნაწილს. ტაქსის ნაწილში ჯერჯერობით кейსი არ ქონია, თუმცა მიტანის სერვისის ნაწილში, მენიუების ნაწილში და სხვადასხვა კაფე-ბარებში თუ რესტორნებში ვერბალური კომუნიკაციის ნაწილში იყო მომხმარებლის მომართვები და გადაწყვეტილებიც იყო შესაბამისი. ანუ მომხმარებელს უფლება აქვს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ენაზე თუ მისი ეს იმპერატიული მოთხოვნა და სურვილია მიიღოს ის მომსახურება და ის ინფორმაცია, რაც მას სურს. თუ არის დისკომუნიკაცია ამ სფეროში და მომხმარებელი მოგმართავს, ბუნებრივია ჩვენ ვერთვებით დავანაწილში და ვთხოვთ კომპანიებს, რომ გამოასწორონ ეს ხარვეს. მაგალითად იყო შემთხვევა ბათუმის კაფე-ბარების შემთხვევაში, როდესაც ვერბალური კომუნიკაციაც და მენიუებიც არ იყო ქართულ ენაზე, მომხმარებელთა მომართვის შემდეგ ჩვენ დავავალეთ ამ კომპანიებს, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ ენაზე, ნებისმიერი და უამრავ ენაზე მოამზადონ საკუთარი მენიუები და შეთავაზებები, თუმცა მომხმარებელთა ჯგუფი თუ ითხოვს, რომ ეს იყოს ქართულ ენაზე, ის უნდა იყოს ასევე ქართულ ენაზე. ეს ვალდებულებაა თუ რეკომენდაცია? თუ ჩვენ დავავალებთ, ეს არის ვალდებულება და აუცილებლად შესასრულებელი. სხვა შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება. ასევე მიტანის სერვისის შემთხვევაში ვქონდა кейსი, სადაც საკმაოდ ისეთი მსხვილ მიმთან კომპანიას რომლებსაც ხავდა დასაქმებული უცხოელი და არიან ეს უცხოელი დასაქმებულები, თუმცა ეს ამაში არაფერი პრობლემა არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ვერც ქართულად და ვერც ინგლისურად ეს კომუნიკაცია ვერ დგება, ბევრი საკითხი იყო ამასთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსული. ამიტომ ჩვენ დავავალდებულეთ ამ კომპანიას, რომ უზრუნველყო მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში და მისი მოთხოვნის შემთხვევაში ქართულ ენაზე ყოფილიყო დამატებითი შესაძლებლობა და რესურსი, თუ ეს დისკომუნიკაცია პრობლემურია, თუ კომუნიკაცია პრობლემურია, რომ იყოს შესაძლებლობა, რომ ასე ვთქვათ,
ცალკე ოპერატორის ჩართულობით თუ ვინმეს ჩართულობით ეს კომუნიკაცია ანუ ისე აპლიკაციაში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს რომ ქართულ ენაზე სურს კი ეს არის დავალება და ეს არის აუცილებლად კომპანიებმა უკვე შეასრულეს ეს არის დამატებული ეს არის დავალდებულება და ეს კომპანიებმა უნდა შეასრულონ კი კარგით. ეხლა ცოტა სხვა თემებზე გადავიდეთ, მონიტორინგი, ეს ერთ-ერთი თქვენი მთავარი მანდატი, შეიძლება ითქვას, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა საწვავთან დაკავშირებით თქვენი გადაწყვეტილება და აქ საუბარი იმაზე, რომ ფასების ზრდა არ უკავშირდება დაუშვათ რაიმე გარიგებებს და ასე შემდეგ. ანუ რა ხდება დღეს საწვავის ბაზარზე? ანუ 2025 წელი გარკვეული პერიოდები იყო ზრდა საწვავის ფასებზე, მე იყო მნიშვნელოვანი კლება, ეს ხო დაახლოებით მარტიდან შემდგომი პერიოდი. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ შევხედეთ მთლიან ბაზარს, შევხედეთ სოფლიო ფასებს და ადგილობრივი კურსის დინამიკას და საბაზრო ფაქტორებით იყო მთლიანობაში 2005 წელს განპირობებული საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება და ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ამ 9 თვის ანგარიშის შედეგად რომ კონკურენცია არის წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული და რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს. ზოგადად იმპორტის დონეზეც და საცალო ფასების საცალო ბაზრის დონეზე ჩვენ გვაქვს არჩევანის საკმაოდ დიდი რაოდენობა კომპანიების, ვინც უზრუნველყოფენ შემოტანა საწვავის და შემდეგ საცალო რეალიზაციას. ფასები მსხვილ ქსელებსა და მცირე ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე პრაქტიკულად არის გამოთანაბრებული, როდესაც წინა წლებში ეს გარკვეული 20-40 თეთრიანი სხვაობით იყო წარმოდგენილი, გარდა ამისა გაჩნდა ახალი შემოთავაზებები და ახალი არჩევანი ბაზარზე, კერძოდ გულისხმობ იმას, რომ არის მაგალითად იგივე თვითონ თუნდაც მსხვილი ქსელების სტრუქტურაში თვითმომსახურების სადგურები, სადაც ასევე ძალიან ესე ვთქვათ, ბევრად უფრო იაფად შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს საწვავი და ასევე ეს აქციებით თუ ბარათებით თუ სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით მნიშვნელოვანი, ესე რომ ვთქვათ, ფასტაშორის სხვაობა მიიღოს მომხმარებელმა. ანუ წინა წლებთან შედარებით ეს არჩევანი არის უფრო მრავალფეროვანი და მომხმარებელს აქვს უფრო მეტი არჩევანი ამ მიმართულებით. ასევე ფასნამატების დინამიკასაც რო შევხედოთ, ის არის აბსოლუტურად სამართლიანი და არ გამორიცხავს რაიმე ტიპის კოორდინაციას და მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაზრო ფაქტორებით 2025 წელს ფორმირდებოდა საწვავის ბაზარზე ფასები ყველა ტიპის საწვავზე. რასაც ვერ ვიტყვი წინა წლებზე, იმიტომ რომ თქვენი დასკვნები საკმაოდ ხმაურიანი იყო ბაზარზე. ჩვენი დასკვნა ხმაურიანი 2022 წელს სასამართლოშია. 22 წელს იყო ეს, როდესაც კონკრეტულად სამთვიან პერიოდში ხდებოდა მაღალი ფასნამატების შენარჩუნება და ეს ასე რომ ვთქვათ არასახავდა იმ კურსის დინამიკას და არასახავდა მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების დინამიკას, რაც მიმდინარე წელს ეს ფაქტორები არ დგას. ჯარიმები გადაიხადეს კომპანიებმა? სასამართლო პროცესია და როდესაც დასრულდება პროცესი 3 წელია მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. არა, ჩვენ დასკვნა დავასრულეთ 2023 წლის ბოლოს, ასე რომ ჯერჯერობით აღწევის პროცესი. ნუ ეს უკვე სასამართლოშია საქმე და ჩვენ აქ გასაგებია. ანუ ახლა ამ შემთხვევაში საწვავის ბაზრის შემოწმება მოხდა გეგმიურად თუ მომართვის საფუძველზე? მონიტორინგი მიმდინარეობს და მონიტორინგი გულისხმობს კვარტალური ანგარიშების და სურათის წარმოდგენას. კიდევ რა სწავლობს ახლა კონკურენციის აკეთება? ორი ახალი ბაზრის მონიტორინგი გვაქვს. პირველი ეს არის სამედიცინო სერვისების ბაზარი. ეს გულისხმობს ერთად საავადმყოფოს მომსახურებებს და სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სერვისებს. რატომ ხარ შეგემოწმებიათ არასდროს? მონიტორინგი დავიწყეთ, იმიტომ რომ ბოლო ერთ წელიწადში შეინიშნება ფასების ზრდის დინამიკა და გვაინტერესებს რითი არის გამოწვეული, არის ობიექტური და ფაქტორები, მაგალითად აღჭურვილობის, ხარჯი მასალების, სამედიცინო პერსონალის ხარჯების ზრდის შედეგად თუ უბრალოდ ის რაც გააკეთა საქართველოს მთავრობამ და მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს პაციენტებისთვის, მაგალითად რეფერენტული ფასები თუ DRG სისტემა, რომელმაც მნიშვნელოვანი შეღავათები მისცა ჩვენს მოქალაქეებს, ხო არ არის რიგი კლინიკების მხრიდან ამ შემცირებული შემოსავლების დაბალანსების ცდელობა. ამ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი და ეს პროცესი მიმდინარეობს აქტიურად და მეორე ეს არის
პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზარი, რომელიც სოფლის სამინისტროსთან ერთად არის დაგეგმილი, აქაც არის რიგი ფერმერების მხრიდან წუხილები, რომ განსაკუთრებით სეზონზე რიგი ასეთი ტიპის პროდუქციაზე ფასები არის მაღალი და ჩვენ ვსწავლობთ ფასნამატებს და ვსწავლობთ ზოგადად ბაზარზე არსებულ ვითარებას, ხო, მაგრამ გვყავს იგივე დომინანტი კომპანიები ან არის თუ არა ზოგადად მაღალი ფასნამატები და თუ არის რას უკავშირდება ეს. ეს პროცესი რა პერიოდი გრძელდება, ანუ როდის იქნება დავუშვათ პირველადი დასკვნები, თუ რა სიტუაცია ბაზარზე, იგივე კი პესტიციდებთან დაკავშირებით, იგივე სერვისებთან დაკავშირებით, რომელიც ჯანდაცვას ეხება. ანუ არის მონიტორინგები, რომლებიც განგრძობითია, მაგალითად ესეთია საწვავის და თუნდაც რიტეილის ბაზრის მონიტორინგი, რომელიც უბრალოდ გარკვეულ პერიოდულობით გვეხდება და არის მონიტორინგები, რომლებიც უბრალოდ ბაზარზე არსებული ვითარების წარმოდგენას უზრუნველყოფს. ესეთია სამედიცინო სერვისები და ესეთია პესტიციდების ბაზარი. და ამას ჩვენ ალბათ პესტიციდების შემთხვევაში ალბათ წლის ბოლოს პირველადი სურათი გვექნება, სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, ალბათ იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი მოცულობითი ინფორმაცია არის დასამუშავებელი. გარდა ამისა გვაქვს აგროპროდუქტები, ეს არის ლურჯი მოცვის და თხილის ბაზრის მონიტორინგი, რომელიც ასევე განგრძობითად გრძელდება. თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი. აქაც მაღალ ფასებთან დაკავშირებით. აქ არის საუბარი ფერმერების მხრიდან თავის დროზე მომართვაზე, რომ განსაკუთრებით აი მოსავლის აღების და მის რეალიზაციის პერიოდში შემსხდელების მხრიდან ფასი არ არის საკმარისად მაღალი და ეს რას უკავშირდება, სწორედ ამის გარკვევას ემსახურება. თუმცა ბოლო ანგარიშის მიხედვით ეს ბაზრები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, კონკურენტულია, ბევრი ექსპორტიორი კომპანიაა და ძირითადად ფასდაშორის სხვაობები ხარისხობრივ ფაქტორებს უკავშირდება, და არაერთგვაროვან პროდუქციას. თუმცა განგრძობითად ვაგვირდებით თამბაქოს შემთხვევაში. თამბაქოზე ზოგადად კონცენტრაციაა მაღალი ამ ბაზარზე, დაახლოებით 4-5 კომპანია, ამიტომ ესეც ინტერესის სფეროა, რომ და მაღალი გაზრდილი ფაზები მაშინ ფასები არა, ფასები ცოტა სხვანაირად ხდება, იმიტომ რომ ძირითადად ფასწარმოქმნაში მაინც აქციზი და გადასახადი არ გაზრდილა ბოლო პერიოდის განმავლობაში და შესაბამისად შეიძლება აქციზი არ გაზრდილა, მაგრამ არის სხვა ფაქტორები, რომელიც შეიძლება აქ ფასის დასთან თემა ნაკლებად არის, უბრალოდ შერწყმის პროცესი როგორ იცვლება დინამიკა ბაზარზე და ხო არ გვყავს ესე რომ ვთქვა ზედმეტი ძალაუფლების მქონე კომპანია, აი ძირთადად ეს არის აქ გარკვევის საგანი. ფასი პრინციპში რაც უფრო მაღალი იქნება თამბაქოზე, მეგონი მოხმარებისთვის უფრო კარგია, იმიტომ რომ უფრო ნაკლები მოხმარება იქნება და ეს ცნობილი ფაქტია. ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების მქონე პროდუქტებთან დაკავშირებით. მაგრამ თვითნებურად ბიზნესი რო ზრდის ფასებს, ეს ალბათ თქვენი თემაა, ხო? აქ არის საუბარი შეთანხმებების პრევენციაზე, აი რომ ამ ბაზარზე, რადგანაც მაღალი კონცენტრაცია, რომ აი ეს ფაქტორები იქნას გამორიცხული. ისევ ფარმაციას მინდა დაუბრუნდე და თქვენი ასე თქვა ეს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი кейსი იყო ფასები მედიკამენტებზე. მაშინ იყო საუბარი დავუშვათ რეცეპტებთან და ასე შემდეგ. ახლა თუ არის აკეთებთ თუ არა მონიტორინგს თუ ატარებთ ბაზრის, ანუ როგორ სრულდება ის რეკომენდაციები, რომელიც თავის დროზე კონკურენციის სააგენტომ გასცა? ჩვენი 13 რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შედეგად იქნა შემუშავებული, დაახლოებით 13-დან 9 რეკომენდაცია არის დანერგილი. ამის ეფექტები არის ბაზარზე, იმიტომ რომ არის უფრო მეტი არჩევანი, არის რეფერენტული ფასები 7000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ფასები მედიკამენტებზე და ეს დანაზოგი რეალურად მომხმარებელმა და პაციენტმა მიიღო. არის ასევე სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რეფორმები, იგივე თუნდაც ხარისხის სტანდარტებთან დაკავშირებით, ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ნორმებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბოლო ჩვენ მოკვლევას და გადაწყვეტილებას, ეს ეხებოდა ჭარბ ფასებს, რეფერენტული ფასების შემოღებამდე და ჩვენი მოკვლევა ეხებოდა 8 კომპანიას და 14 მედიკამენტს, 4 კომპანიას ჩვენ დაუდასტურეთ ჭარბი ფასნამატით მედიკამენტების რეალიზაცია სანამ იქნებოდა ფასების ჭერი შემოღებული, ანუ რეფერენტული ფასები. ეს მედიკამენტი დაახლოებით 7 სახეობის მედიკამენტს ეხებოდა საქმე, ეს კომპანიები იყვნენ დომინანტები კონკრეტული მედიკამენტის ბაზარზე, ანუ გააჩნდათ 40%-ზე მეტი წილი და მედიკამენტების ყიდიდნენ იმპორტიდან საცალო რეალიზაციამდე დაახლოებით 300-დან 3000%-ის პარგლების ფასნამატით და ჭარბი ფასი, რაც ჩვენ დავადგინეთ, როდესაც ყველა ტიპის ხარჯი გამოვრიცხეთ, აღმოჩნდა სადღაც 180-200%-ის საკმაოდ მაღალი ციფრია
და მას შედიოდა თვითღირებულებაში ისეთი ხარჯები, რომელიც გულისხმობს მაგალითად საჩუქრებს, გულისხმობს მაგალითად გულისხმობდა ვირადღირებული ავტომობილებით მომსახურებას, კონფერენციების ჩატარებას, უცხოეთის შეიტანეს ჩვენ წარმოგვიდგინეს ეს ხარჯები, რომელ კომპანიებზე საუბარი რო გავხსენო? ცნობილი ეს კომპანიები, ხა რომელს ქონდა კონკრეტულად ამას არ ვიტყვი, მაგრამ 4 კომპანიის შემთხვევაში ეს არის იმპორტიორი კომპანიები, რომელსაც შემოაქვს წამლები საქართველოში. რომელსაც შემოაქვს მედიკამენტები, ეს იყო Global CBS, ეს იყო Rich Group, ეს იყო Concept Pharma და ეს იყო კომპანია GEA, აქედან ორმა კომპანიამ უკვე ჩვენ გაწყვეტილება არ გაასაჩივრა და გადაიხადა, ერთს განაწილებული აქვს და მეორემ გადაიხადა უკვე ბიუჯეტში. ის დარიცხული ჯარიმა, რაც მათი წილი იყო, ჯამურად ეს 4 კომპანია 560,000 ლარით იქნა დაჯარიმებული. და ორმა სასამართლოში გაასაჩივრა. ორმა გაასაჩივრა, ორმა დაგვეთანხმა. თუმცა იმ ორმა, რომელმაც გაასაჩივრა, მოაგვარა პრობლემა, ანუ ისევ ის ფასნაბატით იყიდება. ნახე, მათ შემდეგ რაც შემოვიდა რეფერენტული ფასწარბოქნა, ეს საკითხი განეიტრალებულია და რეფერენტულმა ფასწარბოქნამ ჭარბი ფასის საკითხი დღესაც რიგიდან მოხსნა. ეს არის შედეგი იმ რეფორმის, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. და ბოლოს ცოტა დრო გრჩება, უნდა კითხოთ, კიდევ რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში, ანუ რომელ მონიტორინგზე თუ მოკვლევაზე ასრულებს სააგენტო მუშაობას. ჩვენ გვექნება შუალედური ანგარიშები, რაზეც ვისაუბრეთ იმ მონიტორინგებთან დაკავშირებით. მოკვლევებთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხის განხილვა მიმდინარეობს და ეს ჯერ გაწყვეტილება არ არის საბოლოოდ, იმიტომ რომ დადასტურდეს კონიურული ეჭვის სტანდარტი. ეს იქნება ალბათ თავარი საკითხები და ასევე ბაზარზე არსებული გამსხვილებები, იგივე ბიზნეს კონცენტრაციასაც ჩვენ ვეძახით. ესეც ძალიან ისეთი აქტიური თემებია. და რა შემთხვევაში აძლევს კანონი უფლებას გამსხვილებას? ანუ რა არის დავშოთ შემაკავებელი ფაქტორი ორმა კომპანიამ გადაწყვეტა რომ გაერთიანდეს? ერთადერთი ფაქტორი აქ არის თუ ხდება ორი კომპანიის გაერთიანება, მათი ერთობლივი ბრუნვა 20 მილიონ ლარზე მეტია და თითოეულს არანაკლები 5 მილიონი ლარი, მათ აქვთ ვალდებულება ეს გამსხვილება შეათანხმონ კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოსთან. შარშან ჩვენ 18 ესეთ გაერთიანებას გავაცით თანხმობა, წელს 16 გვაქვს დადასტურებული და ერთი სამუშაო პროცესშია. და დომინანტი არ უნდა იყოს ეს როდესაც კომპანია არის შეუტყობინებლობა, ანუ ჩვენს გარეშე ხდება გაერთიანება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველ კვარტალურად ვამოწმებთ საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ბიზნესის რეგისტრაციას და წილის ყიდვას თუ გაყიდვას და თუ არის შეუტყობინებლობა, კომპანია ჯარიმდებოდა და ევალდებულება რომ შემოიტანოს განაცხადი და ჩვენ დავადასტუროთ, ან თუ არ დავადასტურებთ სასამართლოთი მოვთხოვოთ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, თუმცა ეს შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. და ისევ დავუბრუნდეთ იმ თემას, რითიც დავიწყეთ და პრინციპში უნდა დავასრულოთ ნოემბერში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. თქვენ ძალიან დიდ კონფერენციას გეგმავთ, უფრო მეტი რო გითხრათ, ანუ ვისალოდებით და რა ან ეს იქნება ქართული გამოცდილების გაზიარება თუ დავუშვათ აქ რო ჩამოდენ იგივე ევროპიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თქვენს მოისმენთ იმათ დავუშვათ როგორ მუშაობენ მომხმარებელთა დაცვის კუთხით. ეს არის საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც მეოთხედ ტარდება უკვე თბილისში. ის 5 მარეგულირებელი უწყების ერთობლივი პროექტია. ყოველწლიურად, იმიტომ რომ ეს უწყებები პასუხისმგებლები არიან საქართველოს კონკურენციასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. ჩვენ წარვადგენთ, მათ შორის უცხოელი აუდიტორიის წინაშე იმ შედეგებს და გამოწვევებს, რაც ჩვენმა უწყებებმა ერთი წლის განმავლობაში საქმიანობა განახორციელეს და შედეგებს მიაღწიეს. და რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები ყვებიან საკუთარი გამოცდილების შესახებ, რაც ძალიან კარგი საშუალებაა თუნდაც ადგილობრივი ბიზნესისთვის, სხვადასხვა წრეებისთვის, რომ გაეცნონ საუკეთესო, მათ შორის ევროპულ პრაქტიკას, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებიდანაც ძალიან ბევრი მონაწილე ყავს ამ კონფერენციას. დაახლოებით 20 ქვეყნის დელეგაციას ველოდებით და მათ შორის ისეთ წამყვანი ორგანიზაციები, როგორც არის მსოფლიო ბანკი, ანქტადი, ანუ გაეროს მიმართულება, რომელიც აერთიანებს მომხმარებლებს და კონკურენციის სექტორებს, OECD-ის წარმომადგენლები და ეს არის მთავარი პლატფორმები და საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც ხდება, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ სფეროში გლობალური პოლიტიკის თუ ამ საკითხების გაერთიანება და გაზიარება. ყველა ჩვენ გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში ემყარება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალურია და როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს სტანდარტი ძალიან მაღალია, რომ შემდგომ სასამართლოში ჩვენი გადაწყვეტილების დაცვისას თუ მტკიცებისას
გამოვიყენოთ ეს გადაწყვეტილებები, რომლებიც სოფლიოში მომხდარა სხვადასხვა დროს და რომელიც ასევე სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ სასამართლოებს უცნიათ პრაქტიკად, რომ ეს ესე უნდა იყოს იმისთვის, რომ ბაზარი იყოს უფრო ჯანსაღი, კონკურენტული და ესე შემდეგ. როგორც ერთ ასევე მეორე სფეროში, ეს ყველა გადაწყვეტილებას პრაქტიკულად ეს სტანდარტები შეხვედრებისთვის, იმიტომ რომ ახლა მეოთხეთი იმართება, ესე იგი გამოცდილება არა, ეს ამშველოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ ვეცნობით და საქართველოს გამოცდილებასაც და ჩვენს შედეგებსაც ეს ქვეყნები უყურებენ და ეს შეფასებები შემდგომ აქედან მოდის სწორედ რაც გვაქვს და ეს ძალიან კარგი საშუალება ასევე რომ საქართველოს გაიცნონ უფრო ახლოს არა მარტო კონკურენციის და მოხარებელთა უფლებების დაცვის ხაზით არამედ საქართველოს როგორც ბრენდი დაუშვათ ხო ნუ ეს არის თბილისი როგორც ყოველწლიური შეხვედრის ადგილი სადაც თუ ხდება მაგალითად ესეთი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად ასევე იციან რომ საქართველოშიც არის ყოველწლიურად ეს ფორმატი სადაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღო. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ.